აი ახლა ანთია ეს ნატურა. სხვადასხვა თითოეული მაცივრისაა ეს ნატურა. აი ეს არის პოზისტორი, ეგრეთ წოდებული. პოზიტიური თერმისტორი. ამან უნდა გაატაროს დენი, აი ესეთი დენი. და რამ 1-2 წამში ჩაქრეს ეს. ამის დანიშნულება ეგ არის. ნახე ეს ასაშუება, რამდენი ხანია ჩართულია. აი ეს არის მაცივრის რელის ელექტრონული კომპონენტი. აი რამ გამოიყონა წყობილებიდან. ეს ესე იგი ზედმეტ დენს აძლევდა ასე ვთქვათ მოტორს. ეს უნდა ჩაირთოს 1 წამი, 2 წამი მაგალითად. 2 წამი იმუშაოს, ან 3 ესე დაახლოებით. გამოირთოს. და მოტორი ამუშავდეს. თუ ეს არის ერთ-ერთი კოჭის გამშვები ასე ვთქვათ. შემდეგ უკვე მაგნიტდება ეს და თვითონ მიდის მოტორი. და თუ დიდხანს იქნება ეს უკვე რაღაც პრობლემა იქნება მოტორს. ხო და მერე შეიძლება გამორთოს უკვე თერმორელემის. დამცველმა თერმორელემ იმან არა მაცივას დროდადრო რთავს ხოლმე ეს ტემპერატურის მიხედვით. არა. მოტორის დამცველმა რელემ. მაგრამ ის რელი გამოირთო ჩემი მაცივაში. რამდენჯერმე აღარ ჩაირთო, არის ის გამოვიდა წყობილებიდან. ის აღარ ჩაირთო საერთოდ. რამდენჯერმე ეს გამოიყვანა ამან წყობილებიდან. არანორმალურად და ის გაცხელდა. ეთყობა პლასმასისა და ესე იგი ეთყობა გეომეტრია დაკარგა და ის პლასტინკა ასე ვთქვათ უკან აღარ დაბრუნდა. ან ჩაეწება დიდი დენის გამო. არის ის პრინციპში გადასაგდებია რა. ამდენ ხანს არის ჩართული. აქამდე უნდა გამოერთიშნა. იმიტომ რომ ეს კაი დენს ატარებს. ეს იმას მეტ დენს ატარებს, ვიდრე ეს კოჭა ატარებს. კოჭა ეს იმას არ ხურდება. ეს თქო ინტერნეტში სხვაგანაც არის ხოლმე ეგეთი ცდები, რომ იქ 1-2 წამი აინთება. ანუ ისე კი არა რომ თქვა ვერ მოასწროს თვალმა დანახვა. აინთება ჩაქრება ნათება. და გადის ის ცოტა დენი გადის. ესეთი როცა კაი მდგომარეობაში. ნუ ნატურაშიც გადის დენი, მაგრამ არ ანათებს საერთოდ. ეს არის გადასაგდები. ოღონდ სანამ გადავაგდებთ. წავალთ და ამ ნაირს ვიშოვით. ან ზუსტად ამ ნაირს კი არა. აი ესეც ოღონდ უკეთეს ხარისხის. გამოიწერი არხი და უარესებს ნახავთ. უარესებს რა თქვათ აი რამე უფრო რთულად იქნება გაფუჭებული თქვათ მოწყობილობა და შევეცდებით რომ გავაკეთოთ მე და თქვა.